ფაქტს ქართული საიუველირო ხელოვნება რომ განსაკუთრებული და გამორჩეულია არაერთი ჩვენამდე მოღწეული სამუზეუმო ექსპოზიცია და არტეფაქტი ადასტურებს ამ უძველესი ტრადიციების თანამედროვეობაში გაცოცხლება და 21 საუკუნის სტილთან მორგება კომპანია ცვარამ განიზრახა, რომელიც ავთენტური ხასიათით გამორჩეულ სამკაულებს გვთავაზობს. მოკლედ 2024 წლის ოპერირებას სწორედ ცვარასთან და მის საოპერაციო დირექტორთან მეგი ჩიხრაძესთან ერთად ვაჯამებთ. არ გამოგრჩება ასევე გეგმებზეც საუბარი. მეგი, მოგესალმები. მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ, რომ კიდე ერთხელ დაგვითმეთ ეთერი, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მეგი, საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს ახლა ბიზნეს ოპერირება, მით უფრო მეწარმეებს ბიზნესებს, რომლებიც წინა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ახორციელებენ ხოლმე გაყიდვებს და მომხმარებლისთვისაც პრინციპში თქვენ ისეთი პროდუქცია გაქვთ, რომელიც ამ პერიოდში კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება ხოლმე. როგორია ეს წინა საახალწლო შესყიდვები, თუ იგრძნო უკვე ბიზნესმა მიმდინარე მოვლენების გავლენა? გმადლობთ, კარგი შეკითხვა, აქტუალური. სამწუხაროდ ბიზნესმა, ჩვენი სეგმენტის ბიზნესმა, კონკრეტულად სამკაულის მიმართულებით, ისეთი კატეგორიის ბიზნესმა, როგორც ჩვენ ვართ, რომელიც პროდუქციას აწარმოებს ადგილზე, იგრძნო ეს განსხვავება წინა წელთან შედარებით უკვე გაცილებით ხელშესახებია კლებითი ინტენსივობა მთელი დეკემბრის განმავლობაში, მაგრამ ეს კლება არ დაწყებულა მხოლოდ დეკემბერში. ეს გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ თვეების წინ, უკვე ჩვენ შევნიშნეთ მომხმარებლების სიფრთხილე შეძენის ინტენსივობასთან მიმართებაში. მას შემდეგ რაც უკვე ლარმა დაიწყო გაუფასურება დოლართან მიმართებაში, მას შემდეგ რაც გარკვეული ტიპის დაფინანსებების შეწყდა ქვეყანაში, კანონის ინიცირების შემდგომ, რაღაც შიშების მომხმარებლის ჩვენ ეს მალევე აისახა. მალევე აისახა ეს ციფრებში, ქცევითი სტატისტიკა მომხმარებლის, რა თქმა უნდა, გადმოვიდა რეალურ ციფრებში, ხო? როცა რაღაცის ეშინია მომხმარებელს, როცა რაღაც რყევებია ქვეყანაში, რომელიც კარგს მის პერსპექტივაში არაფერს უქადის, ფრთხილობს შეძენის გაკეთებას, მით უმეტეს ისეთი პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც არ არის არსებითი მოხმარების საგანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოხმარების საგანი, ყოველდღიური მოხმარების საგანი, როგორც არის მაგალითად კვებითი პროდუქტები. ბუფუნების საგანია პრინციპში. ხო, ეს არის დამატებითი რაღაც ბუფუნების საგანი, რომელიც დამატებით უნდა მისცეს ადამიანმა თავს უფლება, რომ შეიძინოს რაღაც განსაკუთრებული სამკაული, აჩუქოს ვიღაცას, გაუკეთოს ეს საჩუქარი. ეს არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. შეინიშნებოდა ეს სიფრთხილე თავიდანვე თვეების წინ უკვე და ეხლა მივედით იმ შედეგებამდე, რომ წინა საახალწლო პერიოდიც, რომლის განმავლობაში რეალიზაციაზე არის დამოკიდებული მთელი მომდევნო წლის კეთილდღეობა კომპანიისთვის და მისი დასაქმებულებისთვის, ეხლა უკვე ეს რისკების ქვეშ დგება. თუ შეადარებთ გასული წლის მაჩვენებელს, გასული წლის მდგომარეობას, წინა საახალწლო პერიოდს გულისხმობ და წინა სადღესასწაულო პერიოდს, რა რეალობაა ახლა? რამდენ პროცენტიან შემცირებაზე შეგვიძლია შესყიდვების ვისაუბროთ? ამ მონაცემებით დაახლოებით 30%-მდე არის წინა საახალწლო პერიოდში სხვაობა. ეს ძალიან საგანგაშო ციფრია. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ მათ შორის ლარის კურსის გაუფასურება, აი ამ პერიოდიდან ძალიან ბევრ ბიზნესს მათ შორის გაუძვირდა ნედლეული. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პროდუქციის ნედლეულის ჭრილში იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ეს კიდევ უფრო აძვირებს შემდგომ უკვე თვითღირებულებას, ან თუ თვითღირებულებას არა, ბიზნესს უწევს მარჟების შემცირება. თქვენ შემთხვევაში ნედლეულის ფასდაცვლილებას ჰქონდა ადგილი, ჩვენ ვიცით ეს და ბოლოსაც ჰქონდა განახლება ამასთან დაკავშირებით, რა გავლენა მოახდინა ამას ბიზნესი როგორ გრძნობს? დიახ, სწორად ბრძანეთ, ჩვენთან მიმართებაში ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ამ წლის ჭრილში უკვე 2024 წლის მეორე ნახევრიდან, ზაფხულის პერიოდიდან, მას შემდეგ რაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, შესასყიდი ნედლეული ჩვენთვის, რაც წარმოადგენს ოქროს და ვერცხლს, თითქმის რეკორდული მაჩვენებლისკენ წავიდა ზრდის თვალსაზრისით. ეს რა თქმა უნდა იწვევს უდიდეს პრობლემებს წარმოებაში, იმიტომ რომ ჩვენ ადგილზე ვყიდულობთ ნედლეულს, ადგილზე შევისყიდით ოქროს და ვერცხლს, საქართველოს ტერიტორიაზე მაქვს საუბარი, შემდეგ ჩვენ ადგილზე ვაწარმოებთ. ამ ყველაფერს ადგილზე უნდა შევისყიდოთ ეს ყველაფერი, შემდეგ ვაწარმოოთ ოქროსა და ვერცხლში. რეკორდულ ნიშნულზე იყო ასული, თითქმის $100 მიაღწია ოქროს, გრამი ოქროს ფაჯაღლოზე მაქვს საუბარი ღირებულებამ. ეს იყო უდიდესი გამოწვევა
ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ამან. წარმოიდგინეთ პროდუქტი, რომელიც აქამდე გქონდა რაღაც გარკვეული საფასო მაქსიმუმის ქვეშ, უცებ გიწევს იძულებული ხარ რაღაც 30%-ით, 35%-ით, აი ამ პროცენტულ მაჩვენებელზე გაზარდო. ეს ხო წარმოუდგენელი მომხმარებლები შოკში ჩავარდებიან, როდესაც ამ მსგავსი ტიპის. ეხლა რაღაცა პერიოდის განმავლობაში ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელოვნურად დაგვეჭირა ფასები უკეთესის მოლოდინით, რომ აი იქნებ დაიწიოს შემცირების ხარჯზე. დიახ, რა თქმა უნდა, მოგების შემცირების ხარჯზე, რომ ეს არსებითად შესამჩნევი არ ყოფილიყო ჩვენი მომხმარებლისთვის, რომ პირობითად გეუბნებით რაღაცას, რომ 300 ლარად ყიდულობდა, ეხლა 500 ლარად რო არ იყიდოს. ანუ პირობითად ვამბობ, ეხლა შავად მომყავს ეს ციფრები. ხო? ანუ ყველანაირ დათმობაზე წავედით მომხმარებლების ინტერესებისთვის, რომ ქონდა უკეთესის მოლოდინი, რომ იქნებ რაღაცა მოხდეს დადებითი ცვლილებები, მაგრამ ჯერჯერობით ამის მოლოდინები არ გვაქვს მიმდინარე ეტაპზე. ნედლეულის გაძვირება ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე კონკრეტულად ჩვენი ბრენდისთვის, რომელიც ადგილზე შეისყიდის ნედლეულს და ადგილზე აწარმოებს პროდუქციას. კი ბატონო, იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ეს ტენდენცია და არ დასტაბილურდა მდგომარეობა, ალბათ კომპანიას მოუწევს დააკორექტიროს ღირებულება ხომ პროდუქციის. მოუწევს კომპანიას დააკორექტიროს ღირებულება, დააბალანსოს ისე, რომ გარკვეულწილად გაითვალისწინოს საკუთარი დასაქმებულების ინტერესებიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ჩვენთან არიან დასაქმებულები, შეურაცხმყოფელ ხელფასზე არ მუშაობდნენ და მათთვის იყოს ღირებული საქმიანობა, იმის გარდა, რომ ისინი კარგ საქმეს ემსახურებიან, ქართული სამკაულის კულტურას ემსახურებიან და ამის პოპულარიზაციას ახდენენ, ხო, ჩვენ საზოგადოებაში ამის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი ხელფასები იყოს ადეკვატური იმ საქმიანობის, რასაც ისინი წევენ. მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი სამკაული. თუ მომხმარებელმა ვერ შეძლოს სამკაულის შესყიდვა, დავიხურებით, ხო? თუ ხელფასებს ვერ გადავიხდით და ასე შემდეგ. ამიტომ აქ უნდა მოვახდინოთ ბალანსის პოვნა, რომ გარკვეულწილად უმტკივნეულად მოხდეს სამკაულზე ფასის მატება და ამავე დროს შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანი ხელფასი, რომელიც უნდა უღირდეს ჩვენთან დასაქმებულ პირს, რომ გააგრძელოს ჩვენთან მუშაობა. ჩვენთვის დასაქმებულები არიან ამ ეტაპზე უპირველესი მნიშვნელობის მქონე ჩვენი კომპანიისთვის. მეგი, მიღმა ამ ძიმე მდგომარეობისა, რაც ბოლო რამდენიმე თვეა დაიწყო და ამას მართლა ყველა ბიზნესი იგრძნობს და ჩვენ ეთერშიც არაერთხელ ვსაუბრიათ. პრინციპში მიმდინარე კვირას თითქმის უწყვეტი რეჟიმით ამაზე ვსაუბრობთ და ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგანან მეწარმეები განსაკუთრებით. თუ შეგვიძლია მაინც 2024 წელი შევაჯამოთ და რაიმე სიახლეებიც გამოვყოთ, განსაკუთრებული სიახლეები, რაც ჰქონდა კომპანიას. რადგან სრულდება 2024 წელი, რა იყო ის სიახლეები, რაც დაგიგროვდათ ჩვენთვის გასაზიარებლად? კარგად დავიწყეთ 2024 წელი, იმიტომ რომ 2023 საკმაოდ ნაყოფიერი გქონდა, აი რაზეც წეღან ვისაუბრეთ ჩვენ, რამდენად მნიშვნელოვანია წლის ბოლო. ყოველი წლის ბოლო გარდამავალი პერიოდისთვის. 2023 წლის მაჩვენებლები ჰქონდა ძალიან პოზიტიური ფინანსური თვალსაზრისით და მომხმარებლების ზრდის თვალსაზრისითაც, რამაც მოგვცა საშუალება, რომ რეზერვები შეგვექმნა კიდევ ერთი ფილიალის გასახსნელად და ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენთვის. 2024 წელს კიდევ ერთი ფილიალი დავამატეთ. ჩვენს წინა ეთერში, როდესაც თქვენთან ვიყავით ტელევიზიაში, მაშინ დავაანონსეთ თქვენთან, რომ ამას გეგმავდით. და მოხერხდა ეს, გამოგვივიდა ბათუმში გავხსენით ჩვენ ფილიალი, ბრანჩის გაკეთება გვინდოდა ძალიან, რომელიმე დიდ ქალაქში საქართველოში. ქონდა გეგმაში ბათუმი და ქუთაისი ჯერ კიდევ გეგმაშია. ბათუმში მოვახერხეთ ამის განხორციელებას. ძალიან საკმაოდ დიდი ხარჯები გავწიეთ ამისთვის. 2023 წელმა მოგვცა ამის საშუალება, რომ 2024 წელში ეს ყველაფერი გაგვეხორციელებინა. ეს იყო პოზიტიური სიახლე. დასაქმდა კიდევ 3 ადამიანი ამ ფილიალში, კონკრეტულად ამ კიდევ ერთი ფილიალის გახსნის საშუალებით და ფართოვდებით. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი სიახლეა ჩვენთვის, დადებითი სიახლეა ქართული სამკაულის კულტურისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის, ხარისხის გავრცელებისთვის. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც გქონდა 2024 წელში. პოზიტიურად ვუყურებთ ამ წელს. ამ კონკრეტულად მხოლოდ
ამ ფაქტორის გამოც კი 2024 წელი იყო ჩვენთვის პოზიტიური. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში მოგვიწია ყურები ჩამოყრა, მაგრამ იმედიანი ადამიანები ვართ ზოგადად. ადამიანი იმედიანი არსებაა თავის შეგნებით და ჩვენც გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი აუცილებლად ერთად ყოფნით, ერთად მუშაობით, ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოების ყველა ფენის, ყველა სეგმენტის ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს 7 სტაბილური და პერსპექტიული განვითარების გზას. გიერთდებით ამ სურვილში და იმედებში. იმუშავა ბათუმის ფილიალმა, როგორ მიიღო ბათუმელმა მომხმარებელმა? ბათუმის ფილიალი ისეთ პერიოდს დაემთხვა ბათუმი მოლში გვაქვს გახსნილი ფილიალი, ეს არის ქალაქის ცენტრი, გორგილაძის 88 ნომერში გახლავთ ეს ფილიალი. სეზონი გქონდა ძალიან კარგი. ზაფხულის პერიოდში შევედით. ზაფხულის დასაწყისში სეზონი იყო ძალიან კარგი და პოზიტიურად აისახა ციფრებში ეს ყველაფერი, დასაქმებულებიც არ იყვნენ უკმაყოფილო. ჩვენ საბონუსე სისტემაც გვაქვს გარდა ფიქსირებული ხელფასისა, ანუ ბონუსიც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რეალიზაციის მაჩვენებელი აისახება, რა თქმა უნდა, ჩვენი დასაქმებულების საერთო ხელფასზე. დასაწყისი კარგი იყო, უბრალოდ წამოგვეწია ახლა ეს რთული პერიოდი და ცოტა გართულდა მდგომარეობა ბათუმშიც, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიშრომოთ მეტი, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია. აუცილებლად. მეგი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ჩვენი შეხვედრა იქნება კიდევ უფრო მასშტაბური გეგმების დასახელების. მეც ჯერ ამის დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს და ჩვენს ქვეყანას. მადლობა.